ამ პროტესტის სამმა თვემ დაგვანახა, რომ თურმე პირველად ქართული თეატრი იყო ერთად. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მისი ნაწილი. და ჩემი მეგობრები ვის ამაყობდოით მაგალითად. ეს სპექტაკლი არის გოგოლის ნაწარმოების პატრონ ნოველის ცხვირის მიხედვით. და არის იმის შესახებ, რომ რაც იმ ნოველაში ხდება, ცხვირს კარგავს ერთ-ერთი საშუალო რანგის ჩინოვნიკი. და შემდეგ აღმოაჩენს, რომ ეს ცხვირი გახდება დიდი თანამდებობის პირი. სახელმწიფო მოხდეს საკუთარი ახლი მქონდა. რას მოგარებთ, ქალბატონო, რა? საიდან მოხვედით? სად ნახეთ პრინციპული სახელმწიფო მოხდეს? სად დავანახეთ? მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი უფროსების პრინციპებით ვცხოვრობდი. დღევანდელობაც არეულია გადატრიალდა ყველაფერი სამყარო. თეთრი შავი გახდა შავი, ჭრელი ერთფერი კი ფერადი და ამიტომ ყველაფერი აირია. ამიტომაც დავდგით ესეთი სპექტაკლი, რომელიც ამბობს იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთი გაუქმდა და გადმოვიდა ადამიანთა სამყაროში. მე სასიდღე ჩემი აზრით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ადამიანი ვიპოვე. მე ყოველ შემთხვევაში ჩემი კოლეგა ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო ხალხი აღმოაჩინე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რა თქმა უნდა. და ეს სასიდღე იყო მე მგონი განუმეორებელი. ერთად დგომის შესანიშნავი ესეთი ზეიმი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტკივილიან თემაზე იყო პირველ რიგში ეს იყო ჩვენი კოლეგების და რამოდენიმე იმ ახალგაზრდების ციხიდან გამოშვების შესახებ. სცენა თუ არ არის პოლიტიკის ადგილი, აბა რა არის პოლიტიკა და ჯერ ერთი პოლიტიკა ყველაფერშია. პოლიტიკა არ არის აუცილებლად ვიღაცის გადადგომა არ გადადგომის საკითხი. პოლიტიკა ყველაფერია, პოლიტიკა ჩვენი ყოფა, ჩვენი ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის საზომები, ყველაფერი პოლიტიკა, ყველაფერს განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრების დონე. ესეც პოლიტიკაა. მომეცით ერთი კარგი მასობრივი საინფორმაციო საშუალება და თელერს ხორების გროვად გადავაქცე. სიყვარულზე და საპნის ბუშტებზე უნდა მღეროდეს. ალბათ ესეთ თეატრი წარმოუდგენია მრავალს, რომელიც უბრალოდ ესეთ სასაცილო სიტუაციებს აღწერს და გასართობად უძახის ხალხს. ესეც არის თეატრის რაღაც ნაწილის, გართობასთან ერთად უნდა ვასწავლოთ, ეს მოლერის სიტყვებია. უნდა აღზარდოთ, ვასწავლოთ ადამიანს, დავეხმაროთ ადამიანებს. გადაიტანონ ის გაჭირება თუ პრობლემები, რომლებიც აქვთ. ადამიანებს ყოველთვის ექნება პრობლემები. იდეალური სახელმწიფო და იდეალური ცხოვრება არასდროს არ იქნება. ძალიან უცნაური და საინტერესო რამ მოხდა, როდესაც თეატრი აღმოჩნდა ავანგარდში ამ პროტესტის. ხელოვნება, რა თქმა უნდა, ხელოვანი ხალხი უფრო ყოველთვის უფრო წინად გასხდნენ, იმიტომ რომ ეს მათი სფეროა, ადამიანური ყოფის ანალიზი და მისი გამოსწორების და გადაკეთების სურვილი, მაგრამ თეატრი არასდროს არ იყო ასეთი აქტიური. და ახლა პირველად არის. ხედავთ, რომ ესეთი შემართებით არის ჩემი კოლეგები ამ საქმეში ჩართული. ეს ნიშნავს, რომ დაიბადა ახალი თაობა, გაჩნდა ახალი თაობა, აბსოლუტურად განსხვავებული, დამოუკიდებელი, რომელსაც დაუშვებლად მიაჩნია ინდიფერენტული დამოკიდებულება ყველაფრისადმი, რომელიც მებრძოლია თავის ხასიათით და რომელიც მოითხოვს აქტიურად ცვლილებებს. ჩემი აზრით ეს საზოგადოების განვითარების ნიშანია. საერთოდ ყველაფერი ტიკეტის გამარჯვებით
გამთავრდება მგონია. იმიტომ რომ ბოროტსა გიაკეთილმა არსება მისი გრძელია. არის ჩვენი შესანიშნავი პოეტის ნათქვამი, შოთა რუსთაველის.